ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ასეთი ინიციატივის გახმოვანებით და ამ წინადადების წარმოდგენით მისმა ავტორებმა პრაქტიკულად მოჭრეს გზები ყველანაირი კონსტრუქციული დიალოგისკენ. ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან. ასეთია უმრავლესობის პასუხი ოპოზიციურ ვიანს. ნიშნავს თუ არა ასეთი შეფასება მოლაპარაკების დასასრულს. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს პროცესს და არის თუ არა რევოლუცია ახალი ქართული სახელმწიფოს ტრადიცია. პირდაპირ საუბარი დღეს გუბა სანიკიძესთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში საქართველოს მთავარი მიღწევები და შეცდომები დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე. ამ თემაზე ზაქარია ქუცნაშვილთან ვისაუბრებთ. თქვენ პირდაპირ საუბარს უყურებთ, გუბა სანიკიძეა ჩვენი სტუმარი, ბატონო გუბას მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს პეტრე ცისკარიშვილმა რვიანის ახალ შეთავაზებას ხელისუფლების სახელით ასე უპასუხა, კიდევ წავიკითხავ ამ ციტატას. ასეთი ინიციატივის გახმოვანებით და ამ წინადადების წარმოდგენით მისმა ავტორებმა პრაქტიკულად მოჭრეს გზები ყველანაირი კონსტრუქციული დიალოგისკენ. ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან. თქვენი პასუხი? ხო, ეს არის პეტრე ცისკარიშვილის პოზიცია, ალბათ ხელისუფლებისაც. დღევანდელი ინიციატივა, რაც რვიანმა წარმოადგინა, პირიქით ნიშნავს, ამას არავითარ გასვლას არ ნიშნავს, ნიშნავს ახალ წინადადებებს, ახალ შეთავაზებებს. ახლა გაგრძელდება ეს თუ არ გაგრძელდება? რას ნიშნავს ხელისუფლების აი ესეთი პოზიცია თქვენთვის, ბატონო? აფერ ჩაშლაზე მიდიან ისინი და მაქსიმალურად, ვიცით როგორ არის, მოდით ღიად და გულწრფელად თქვათ, ხო? დიახ. ახლა რვიანსა და ხელისუფლებას შორის ამ მოლაპარაკების მაგიდაზე მიდის დაპირისპირება ერთ კონკრეტულ საკითხს. ვინ ჩაშლის პროცესს? რა თქმა უნდა, ჩაშლის ინიციატორიც და მსურველიც არის ხელისუფლება და დღევანდელი მათი განცხადება ამას ნიშნავს. ვინ არის დაინტერესებული საარჩევნო გარემოს ცვლილებით? რა თქმა უნდა, ოპოზიცია და საზოგადოება, ხო? ამაზე მე მგონი საკამათო არ უნდა იყოს. ახლა რაც მათ ილაპარაკეს, რომ აი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უნდა თითქოს ოპოზიციას და ნახეთ ხო, სააკაშვილის ნიანგის ცრემლები, რომ თურმე ჩვენ არ გვინდა რომ რაიონებს წარმომადგენლები ყავდეთ. დღევანდელი შეთავაზება ზუსტად ამაზეა საუბარი. მაგრამ ანუ მნიშვნელობა აქვს რადევს შინაარსში ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, მთავარია ის თუ ვინ ჩაშლის პროცესს, ასეა? როგორ ჩანს დღეს უკვე ამას, როგორ ჩანს, მე ახლა ჩემს კერძო მოსაზრებას გაგანდობთ, როგორ ჩანს ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ხელისუფლება არის ყრუ, ბრმა და მუნჯი ამ პროცესთან დაკავშირებით, ხო, დინამიკა რო ვნახოთ. ინიციატივები სულ მოდიოდა რვიანისგან. ერთი ინიციატივა არ შემოუთავაზებია ხელისუფლებას არაფერი. არანაირ და ის რაც შემოგთავაზა 9 მარტს, ხო? ნუ ახლა მაპატიეთ, შეიძლება სატელევიზიო ტერმინი არ არის, მაგრამ ეს არის მაიმუნობა იყო, მეტი არაფერი. ანუ დღეს დაასრულეს მათ პროცესი. ისინი თვლიან, იცით როგორ არის? ეს ადამიანი უმრავლესობის ლიდერია. მოდი დავთქვათ ასე რა, მოლაპარაკება და პროცესი ამ შემთხვევაში გავყოთ. მე არ ვიცი მოლაპარაკება გაგრძელდება თუ არა. ისევ ვამბობ, რომ არჩევანი არის ხელისუფლების მხარეს, მაგრამ პროცესი ყველა ვარიანტში მივაბოლოვდა. როგორ? არჩევნები იქნება. პროცესი დავაკონკრეტოთ რა პროცესზე საუბრობთ? საარჩევნო გარემოს შეცვლაზე? ფორმულას გეტყვით. თუ ხელისუფლების შეცვლაზე? ძალიან მარტივი. ფორმულა არის ასეთი. შემდეგი არჩევნები ტარდება ან ამ ხელისუფლებასთან ერთად. დიახ. და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვარიანტში შეიძლება მოხდეს, თუ ისინი საარჩევნო გარემოს გამოცვლენ. ან შემდეგი არჩევნები ნებისმიერი საქართველოს ჩატარდება ამ ხელისუფლების გარდა. მაგრამ რას უწოდებთ პროცესს? პროცესი საარჩევნო გარემო, ეს კონკრეტულად ეს საკითხი, თემა და საერთოდ უფრო დიდი მასშტაბური თვალსაზრისით ესაა დემოკრატიული პროცესების მიყვანა ბოლომდე. კარგით, მაგრამ თუ საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესზე ვისაუბრებთ, თუ ხელისუფლება გავათ ამაშიდან, მაშინ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო? ეკა ძალიან მარტივად გითხარით, ხო? საქართველოში დღეს არის განწყობა ასეთი, ორი მიმართულება, რატომღაც ასე გაიყო.
რაშიც მე სტრატეგიულ შეცდომას ვთვლი, რომ ეს იყო ოპოზიციისა და საზოგადოების სტრატეგიული შეცდომა, რომ ეს ორი პროცესი, საარჩევნო გარემოზე მუშაობა და აქციების დაგეგმა და განხორციელება, ქუჩის აქციებს გულისხმობ. მე ამის ორი დაპირისპირება მოხდა. სხვათა შორის ამაში ეს იყო ყველაზე სერიოზული ხარდაჭერა ხელისუფლებისთვის, გაუაზრებელი. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ვინც ამას უპირისპირებდა ერთმანეთს. ის გაუაზრებლად ჩვებოდა ამას, თუმცა არც უმაგისობა იყო, რომ ხელისუფლების დაკვეთასაც ზოგიერთი ასრულებდა, ხო? ამის დაპირისპირება იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ქართული საზოგადოების და ქართული ანუ ორი გზის დაპირისპირება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში, რა ვთქვათ, ასე ორ სერიად დადგმული ფილმი. პირველი სერია და მეორე სერია. მაგრამ იმის და მიუხედავად იყო ეს ხელისუფლების დაკვეთა, თუ არ იყო ხელისუფლების დაკვეთა, მიანიშნებს თუ არა ამ ეტაპზე ოპოზიციის სისუსტეზე, თუნდაც ამ მხრივ. აყვა თუ არა, აყვა თუ საკუთარი ინიციატივით ხდებოდა ეს დაპირისპირება, რა მნიშვნელობა აქვს? ვისი სისუსტეა ეს? აი ერთ რამეს დაუკვირდეთ, აი ყველას მინდა გავაგებინო რა, რასაც ვამბობ რა. რატომღაც ძალიან ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ფორუმის პოზიცია ამ შემთხვევაში. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს უყურებთ, ხო? უმეტეს კი არა, ყველგან, სადაც ეს ხდება ისლამური ქვეყნები. არსად მიტინგებზე თუ დაუკვირდებოდა ჩვენ ტელემაყურებელი, ალლაჰუ აქბარს არავინ არ ყვიროდა. რელიგიური თემატიკა იქ არ იყო წინ წამოწეული. იქ ყველგან იყო საუბარი სამართალზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე. და დასავლეთი იძულებული გახდა მხარი დაეჭირა ხალხისათვის. ნახეთ ხო ჩვენ ესა? დიახ, მაგრამ არც ერთი ეს პროცესი დღეს დასრულებული არ არის ბატონო გუბაზი. რომელი? არც ერთ ქვეყანაში ბოლომდე დასრულებული არ არის. დასრულებული არის, ერთი სტადია გაიარეს მათ, სადაც მოხდა ეს ამბები, დიქტატორები წავიდნენ. სხვადასხვა ფორმით. ზოგან რიგში დგანან დიქტატორები, მაგალითად ლიბიაში გაიწერა, იემენში გაიწერა, მაგრამ აუცილებლად ეს პირველი სტადია დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. მერე როგორ დაალაგებენ ეს მათი ამით საქართველოსთან მიმართებაში რა გინდათ თქვა ეს? არაფერი, მე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ამას ვთავაზობ ჩვენ საზოგადოებას რა. იცით რა არის? ყველა რევოლუციას, ვთქვათ, მე არ მეშინია ამ ტერმინს. სხვათა შორის მე ერთ რამეს ვატყობ. ძალიან ბევრი ვინც რევოლუციას იჩემებს, ამ ტერმინს გაურბის. არა რევოლუციას კი არ გულისხმობ და მე პირდაპირ ვამბობ. გულისხმობ რევოლუციას, ხო, ცვლილებას, როცა ხელისუფლება ნებით არაპირებს არაფრის დათმობას, უნდას უნდა დაათმობიო, ხო? ყველა რევოლუციას ჰქონდა თავისი ლოზუნგი და თავისი მთავარი მოთხოვნა. ზოგან იყო ძმობა, ერთობა, თანასწორობა. რუსეთში იყო მაგალითად მთელი ძალაუფლება საბჭოებს და ასე შემდეგ, ხო? რევოლუცია რევოლუციისთვის არ ხდება. რა არის მოთხოვნა, აი ქართული საზოგადოების მოთხოვნა რა უნდა იყოს ეკა? დემოკრატიის მოთხოვნა, სამართლის მოთხოვნა. ძალიან მარტივია ეს. რა ეწერება ჩვენ დროშაზე? გავალ თუ არა ქუჩაში, მაგაზე მინდა ცალკე ვილაპარაკო, რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება. აუცილებლად, მაგრამ მოდით დროები დაუბრუნდეთ ისევ საარჩევნო პროცესს, შემდეგ კი რევოლუციურ პროცესებზე საუცილებლად ვისაუბრებთ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ პროცესის დასრულებამდე დღეებია დარჩენილი. დიახ. სხვა ლიდერები ძირთად მაისს სასახელებენ. ხო, ნუ დღეებია, მაისამდე დღეებია დარჩენილი. არც ისე დღეები ყოველფერ შეიძლება უწოთ. ამ შემთხვევაში თუ ეს ისე. ანუ რას ნიშნავს თქვენთვის პროცესის დასასრულია ეს ეს ვადები, ეკა სხვათა შორის. საარჩევნო პროცესს გულისხმობთ. დიახ, მესმის, ასაც გულისხმობთ, სწორად გაგიგებთ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებთან დაკავშირებით წინასწარვე იქნა შეთანხმებული ხელისუფლებასთან. თავიდანვე იქნა შეთანხმებული გასული წლის შემოდგომაზე, რომ ეს პროცესი მოლაპარაკების პროცესი შედეგით. ამ შემთხვევაში შედეგი თანხმობაც არის და უარიც არის, ხო, შედეგია. აი დღევანდელი განცხადება ცისკაშვილის არის შედეგი? ძალიან ერთ-ერთი შედეგის ერთი ნაწილი არის. კი ბატონო, გაგრძელოთ. კეთა, ოღონდ ერთი ნაწილი შემადგენელია იმ შედეგის. ანუ განწყობა ხელისუფლება. ეს შეთანხმება მიღწეული იყო მათთან ხელისუფლებასთან, რომ მაისისათვის ბოლო ვადა იყო მაისისათვის უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკების პროცესი და მისი უზრუნველყოფა საკანონმდებლო, თქვათ, უზრუნველყოფა უნდა მოხდარიყო. მერე თუ გადაწყვეტილება შეთანხმება მოხდებოდა, ზაფხული უნდა მოხმარებოდა უკვე ამის განხორციელებას, ანუ მოსახლეობის აღწერას იგივე. გასაგებია, მაგრამ ეგ ამიტომ ეს ვადა ჩვენ კი არ დაგვითქვამს, კაცო, მათთან შეთანხმებით დავთქვით ჩვენ ესა. ახლა საარჩევნო გარემოზე მუშაობა შემოდგომაზე რო არ გადავა, მე მგონი ამაზე აღარავინ აღარ დავობს, ხო? ვერ გადააგორებენ ამას უკვე. აზრი არ აქვს.
ძალიან მარტივია ეს რა და გასაგებია ჩემთვის არაფერი უცხო არ მომხდარა. ახლა რვიანში არიან, ახლა რვიანი მოგეხსენებათ 8 სუბიექტიანი ორგანო არის, თემატური ერთობა არის. იქ განსხვავებული მოსაზრებები იყო იმ თავითვე ნაწილს შედეგთან დაკავშირებით. ნაწილს ჯეროდა რომ რაღაცა შედეგი მიღწეული იქნება, ნაწილს არ ჯეროდა რომ შედეგი იქნებოდა მიღწეული. დადებით შედეგს ვამბობ მე. თქვენ როგორ განაცხადეთ ჩემთვის არ ჯეროდათ? მე პირადად არ მჯეროდა არასდროს, იმიტომ რომ ესენი ამის დათმობას არ აპირებენ, მაგრამ ეს მათ უნდა ვათქმევიო, ჩვენ კი არ უნდა ვიძახოთ დღენიაдаг. რომ არიზამს. მაგრამ ისინი ამბობენ რომ რვიანს სურს პროცესიდან გასვლა. არა, ჩემო კარგო, განცხადებებია დასასრული. მარტივად არის, ხო, ლოგიკა არსებობს, ხო, კაცობრიობა, ნებისმიერი ცივილიზაცია რაღაც ერთი ლოგიკის გარშემო ტრიალებს, ხო, დავარქვათ ამას ანტიკური ბერძნული ლოგიკა, თქვათ, ხო? როგორ შეიძლება ჩვენ ჩაგვეშალა ეს, როცა შემხვედრი წინადადებებით გამოვედით. დღეს მაგალითად. და ის შემხვედრი წინადადებები არ მინდა ახლა ამაზე კონკრეტულად ვისაუბროთ, ამაზე გაცილებით უფრო კომპეტენტური ხალხი არის ჩვენი მხრიდან, რუიანის მხრიდან, თქვენ მოგეცემათ ამაზე საშუალება რომ მათ გაესაუბროთ, ხო? რაზედაც მათ დაიწყეს წუწუნი, აი ხელისუფლება რა შვება, ყველაფერს შვებოდა რომ ბიომეტრიამდე არ მისულიყო საუბარი. ახლა წამოიკიდა რომ აი მათ არ უნდა თურმე რაიონებს მაჟორიტარებია, მაგრამ ისე გლობალურად რა უნდა ხელისუფლებას? რა უნდა ხელისუფლებას თქვენი? ხელისუფლებას უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორ ფორმითაც დღეს. ეს გრძელვადიანი მიზანია, მაგრამ მოკლევადიანი მიზანი რა? მათი სტრატეგია არის მიმართული, რომ 2012 წლამდე 100 მიაგორონ ვითარება, ამ საარჩევნო გარემოთი ჩაატარონ არჩევნები და ამ ფორმითვე დარჩნენ ხელისუფლებაში. მე ვეუბნები ყველას, ტერსაც და მოყვარესაც. გამორიცხულია ეს, რომ ასე მოხდეს. გამორიცხულია, იმიტომ კი არა, რომ მე მაგ დაჩემებული, ან ჩემ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ეს გამორიცხულია, ისტორიული პროცესია დაწყებული. და სააკაშვილი არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, თუნდაც რეგიონალური მასშტაბით, ახლა მსოფლიო მასშტაბზე აღარ არის საუბარი. ამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა ძვირფასმა ტელევიზიებმა და პროპაგანდამ სახელისუფლებამ. სააკაშვილის გარშემო არ ტრიალებს სამყარო, ნამდვილად. ბატონო გუბაზ, ერთია გვინდა ეს თუ არ გვინდა უბრალოდ უნდა თუ არა ეს ოპოზიციას, ერთი არის საარჩევნო პროცესის მომხრეძალები და მეორე ფაქტია რომ არის რევოლუციის მომხრეძალები. რამდენიმე დღის წინ, როდესაც თქვენ რვიანთან ერთად ხვდებოდით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, განაცხადეთ რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია ქვეყნისთვის სასარგებლო რევოლუციის მოხდენა. მარტო არცეც არ შეუძლია. აი მე მარტო არ შეუძლია სასარგებლო რევოლუციის მოხდენა. ძალიან დიდი მადლობა ეს რომ მითხარით, იმიტომ რომ თქვენს იმაშიც გავდიოდა საინფორმაციო SMS-ებში რომ გუბას ანიკიძემ თქვა კონტექსტი ასეთი იყო, ეკა, მე მინდა გითხრათ, რომ მარტო არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია ამ ხელისუფლების გაშვება. და მე მგონი ამაზე ყველა შეთანხმებული ვართ. მე მგონი ერთი კარგი პროცესია დაწყებული თუ ვატყობ ჩვენ. დაახლოება პოლიტიკურ პარტიებს შორის, აი ამ ლანძღვაგინების და ურთიერთდაპირისპირებების დაწყებულია მერწმუნეთ, დაწყებულია და ძალიან ინტენსიური ხასიათი აქვს ამას. აი ვის და ვის შორის არის მოლაპარაკება? მე ვიცი რომ თქვენ გუშინ შეხვდით თავისუფალ დემოკრატებს, დღეს შეხვდით ახლებს, მაგრამ თქვენ მათთან არც ქონიათ კონფლიქტი. კონფლიქტურ როგორ წარმოდგენიათ ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე მოლაპარაკების მაგიდასთან? მე მაგაზედაც მოგახსენებთ. გუშინ როცა ჩვენ ირაკლი ალასანიას შეხვდით დღეს ახალ მემარჯვენეებს შეხვდით. ჩვენ საარჩევნო გარემოზე დღეს საუბარი და გუშინ არ მქონია. ჩვენ მქონდა საუბარი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. და გარწმუნებთ, მე არ მინდა წინასწარ დავანონსო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული საუბრები იმ პოლიტიკურ ძალებთანაც, ვინც რუიანის ფორმატში არ არიან. და არაერთ გზის სხვათა შორის უკვე შეხვედრა შეგვიძლია. და ბატონო გუბაზ, როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ ამ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ სასარგებლო რევოლუციის მოხდენა. მარტოს არ შეუძლიათ ხაზე გაუსწრებს. ყველას გულისხმობა. იმიტომ რომ ამას მოყვა ძალიან საინტერესო განცხადება. კიდევ ერთი იგივე გამოსვლიდან თქვენი. ერთი გვამი რუსთაველზე და რუსული ტანკები შემოვლენ. ეს არა რევოლუცია, არამედ მესამე და საბოლოო ოკუპაციის წინაპირობა იქნებაო. რატომ ფიქრობთ, რომ შემოვლენ რუსული ძალები თუ არ აკავშირებთ რევოლუციას რუსულ ძალებთან? თუ მცირე მასშტაბით ხდება პროტესტი, დიახ. რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბის პროტესტს შეეცდება სისხლში ჩაახშოს ხელისუფლება. და რუსული ტანკი რატომ შემოვა? და ვიცი, ძალიან მარტივი, შესაძლებელია რომ შემოვიდეს. ეკა რა არის, ეცეთ სოფლიოში რაც ხდება, უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ შემთხვევაში ყველას მოუწოდებ, ხო? ლიბიასთან დაკავშირებით გაეროს გადაწყვეტილება, როცა მიიღეს გაერომ, როცა მიიღო რეზოლუცია უშუალოდ საბჭომ, რომ ლიბიის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ
არც ვეტო დაადო დიახ. და არც წინააღმდეგი მიცა, თავი შეიკავა. რატო შეიკავა? დაიტოვა მან კერძოდ კონკრეტულად კავკასიაში მოქმედების თავისუფლება. ძალიან მარტივია, მე მგონი ამას ნებისმიერი საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი უნდა მიხვდეს. განსაზღვრავს, აი ჩვენ რა ვიცი, როცა გადავალთ თუ გინდათ მაშინ გეტყვით, ან და ახლა ვეტყვით. დიახ. თუნდაც ის საპროტესტო აქციები რო დაიწყო, ამას განსაზღვრავს მასშტაბი შედეგს. იქნება მცირე მასშტაბიანი, რა თქმა უნდა, პროვოკაციები მოსალოდნელი არის ხელისუფლების მხრიდანაც და დიდი მასშტაბურობის შემთხვევაში რატომ ვერ შემოვა რუსული ტანკი? არა, იმიტომ რომ დიდი მასშტაბის შემთხვევაში 100,000 კაცის ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში ხელისუფლება ვერ გაბედავს დარბევას. მაგრამ 5 და 10,000 კაც თუ გამოვა, დაარბევს ხელისუფლება. მაგრამ რა შემთხვევაში ისვრის ხელისუფლება იქ სადაც მეტი ადამიანია და ნაკლებად არის ხილული ვინ ისროლა თუ მცირე რაოდენობით მტკიცების შემთხვევაში? მე ერთ-ერთი აქციები თუ რაიმეს მწოდნე ვარ 22 წელია ამ საქმეებში ვარ, ხო? მასშტაბურობა განსაზღვრავს უსაფრთხოებას. რაც უფრო მასშტაბურია, მით უფრო უსაფრთხოა და მით უფრო შედეგი მოსალოდნელია, ხო? და სწორად დაგეგმილი მასშტაბური აქციებია გასაკეთებელი. ამაზე საუბარი თორე. მცირე ჯგუფებს აგერ არბევს ხო უყურებთ? არბევს მცირე ჯგუფებს. აი თუნდაც სასამართლოსთან გუშინ რაც დასაშვებია რომ შეეგუოს ფართომასშტაბიან გამოსვლას. ამ ხელისუფლების ძალმოსილება არ არის უზღვავი და უზომო. ძალიან გადამეტებული წარმოდგენა ხო არა გვაქვს ჩვენ სააკაშვილის ძლევამოსილების შესახებ. ეს თვით შიშები და თვით ფობიები რა ჩვენ დავიმკვიდრეთ საზოგადოებაში. ეს სააკაშვილი ამის მიზეზი თუ თვითონ ჩვენა ვართ. დაუსვათ ეს შეკითხვა საკუთარ თავს. აი გუშინ მაგალითად სასამართლოსთან რაც მოხდა, დააპატიმრეს ჩვენთვის ძალიან სასიკადულო ადამიანები. იქ 80,000 კაცი ყოფილიყო, შეძლებდნენ ამას. ვერ შეძლებდნენ. რა თქმა უნდა. აი იგივე მე მაინტერესებს, ეკა მოდით ძალიან მარტივად უფრო გავამარტივებ. მე ვიჩვენებ 7 ნოემბერს ხომ ბევრი ხალხი 7 ნოემბერს რა თქმა უნდა ბევრი ხალხი იყო, მაგრამ გადაწყვეტილების აი მთელი კომპლექსია ეკა საჭირო გასახორციელებელი ჯერ დასათვლელი და მერე შესათანხმებელი და განსახორციელებელი რომ შედეგი მივიღოთ, ხო? გადაწყვეტილების მექანიზმი მაშინ ეროვნულ საბჭოს არ ქონდა. როგორ ვიქცეოდით იმ მომენტში ჩვენ არ ვიცოდით. ბატონო გუბაზ, იმავე გამოსვლაში. ამიტომ ეს ახლა შესათანხმებელი და გასარკვევია. ამიტომ არის სირთულე ამას ახლავს. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ამაზე გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ. თქვენ იმავე გამოსვლის დროს თქვით რომ თურვიანის პროცესი ჩაფლავდა და ჩვენ განზე გავდექით. რის გაკეთებას მოახერხებენ რევოლუციონერებიო. რას გულისხმობდით ამ წინადადების ქვეშ? ამას გავარკვევთ პირდაპირ საუბრით სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დრო. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გუბაზ სანიკიძე. ბატონო გუბაზ, თქვენ განაცხადეთ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს, როდესაც რუიანთან ერთად იყავით. თურვიანის პროცესი ჩაფლავდა და ჩვენ განზე გავდექით, რის გაკეთებას მოახერხებენ რევოლუციონერებიო. ანუ ეს რას ნიშნავს? ემიჯნებით რევოლუციონერებს და რუიანთან აიგივებთ ისევ თავს? პირიქით, ეს არის ჩემი დამარწმუნებელი განცხადება იმაში, რომ ეს ორი მიმართულება თუ არ გაერთიანდა, შანსი არც ეც აქვს, არც მეორეს განმარტავ. დიახ. მე განმარტე იმ შეხვედრაზე, რომ თუ ვინმე ჩასაფრებულია, რომ რუიანს არაფერი არ გამოუვა, თქვათ ის პარტიები, რომლებიც რუიანის ფორმატში არ მონაწილეობს და არასჯერა რომ საარჩევნო დავასრულებ. თუმცა თქვენ თვითონ ამბობთ, რომ არ გჯეროდათ ამის. არა, მე დავასრულებ რა, ძალიან მარტივად. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ფორუმის პოზიციაზედაც მოგახსენებთ ამ შემთხვევაში. თუ რუიანზე ჩასაფრებულია ვინმე, აპატიეთ ამ სიტყვისთვის, რუიანი თუ ჩაფლავდა, მერე მისი ჯერი დგება. ეჭვი ხო არავის ეპარება რა თუ ასე ერთმანეთს ჯიბრში ჩაუდგებით ის რუიანი მე იმას რო ჩაუდგება ჯიბრში და დაელოდება ერთი როგორ გააკეთებენ რევოლუციას და გაარწმუნებთ რომ ისიც ჩაფლავდება. ამიტომ ეს ერთმანეთზე არის გადამყნობილი და გადაჯაჭვული ორივე პროცესი არის განწირული იმისთვის რომ ერთად იყოს. ახლა რაც შეეხება ფორუმის პოზიციას. სანამ ფორუმის პოზიციაზე გადავალთ ფორუმი დგას ორივე პროცესია. მაგას აუცილებლად დაგისვათ ცალკე, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან საინტერესოა. ვინ არის ჩასაფრებული თქვენი აზრით? არა, ვინც არის, რა მნიშვნელობა? ორია სულ რევოლუციონერი არა, 2-ც არის და 27-ც არის და მეტიც. არა, ერთი წუთით რა.
არ გვინდა ამის დაკონკრეტება, იმიტომ რომ მე მაქსიმალურად უფრთხილდები იმ ჩანასახს, რაც დაიწყო ოპოზიციურ მოძრაობაში, ახლა შეიძლება ნაკლებად ჩანს. ეს არის დაახლოება, პოზიციების დაახლოება ერთმანეთთან. ამიტომ მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები მაპროვოცირებელი ფაქტორი ახლა, რომ ვიღაცას დაუპირისპირდეს, ან მე იმას დაუპირისპირდა, შემდეგ ის მე დამიპირისპირდა. არავითარ შემთხვევაში პერსონებს დავანებოთ თავი. ახლა რაც შეეხება ფორუმის, არა, არიან და ისე სხვათა შორის თუ შევატყობ ჩვენ იგივე ქართული პარტია, ხო? ძალიან საინტერესო ინიციატივებით გამოვიდა. თქვენ გამოვიხმაურეთ მათ ინიციატივას. გამოვიხმაურეთ თავის დროზეც და გამოვიხმაურებით ალბათ სამომავლოდაც, ხო? ძალიან დაარბილა იგივე ქართულმა პარტიამ საკმაოდ ისეთი პრინციპული პოზიცია რუიანის ფორმატთან დაკავშირებით, ხო? ეს მსვლელობა ერთმანეთისგან დაწყებულია და თუმცა რუიანიდან გაისმოდა განცხადებები ის ხელშეუშლიან რევოლუციას. ისე ვიმეორებ, მე ამ შემთხვევაში როგორც ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი გესაუბრებით, ხო? როცა საარჩევნო გარემოზე იყო საუბარი, მე რუიანის პოზიციებს ვიცავდი და ახლა ამ შემთხვევაში უკვე ფორუმი რას დაპირებს და როგორ მოიქცევა. ახლა რაც შეეხება ფორუმს. ახლა რაც შეეხება ფორუმის პოზიციას. ჯერ პრედისტორია და კითხვას დავსვავ და მეგიქნება თქვენი პასუხი იქნება ადეკვატური ამ კითხვასთან. ანუ გავიხსენოთ ისტორია. თავიდან ფორუმი იყო ინიციატორი საარჩევნო გარემოს ცვლილების. შემდეგ ფორმალურად დარჩით, თუმცა არ ესწრებოდით ხელისუფლებასთან შეხვედრებს და რაღაც პერიოდი დადექით სახალხო კრებასთან. ამას თავისუფლად წინ უძღოდა ნინო ბურჯანძესთან კონფლიქტი, რომელიც შემდეგ მოგვარდა და იყავით ისევ ერთად. შემდეგ როდესაც ბურჯანძე და გაჩეჩილაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თქვენ მიატოვეთ სახალხო კრება? ხო, არა, მიტოვება სხვანაირი ტერმინი. ნუ ყოველ შემთხვევაში მათ გვერდზე ისე აღარ ხართ, როგორც იყავით იმ პერიოდში, ხომ მასია. ამის შემდეგ უკვე ეხმაურებით სოზარ სუბარის პოზიციას კონსოლიდაციასთან დაკავშირებით, უბრალოდ კოოპერაციასთან დაკავშირებით ძალების. შემდეგ იგივე ჯაზუში შეხვედრაზე თქვენ ისევ საუბრობთ რუიანის voilით. ანუ სად არის რეალურად დღეს ფორუმი? ეს არის პოზიციების შეცვლა, თუ ეს არის რაღაცნაირად მცდელობა მრავალ ფრონტზე ბრძოლა? ჯაზუში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა რუიანთან, ამიტომ მაგრამ თქვენ არ ესწრებოდით ხოლმე ადრე ბატონო გუბაზ ასეთ შეხვედრებს? პირადად თქვენ არ ესწრებოდით? როგორ არ ყოველთვის ესწრებოდით? ყოველთვის არა, მაგრამ ძალიან ხშირად ვესწრებოდი ეგ ახლა. ღმერთია მოწამე ხო? იქ იყო კონკრეტული შეხვედრა არასამთავრობო სექტორის რუიანთან, ამიტომ იყო საუბარი რუიანი რას აპირებს და აქედან გამომდინარე მეც პასუხი ისე უნდა გამეცა, ხო? ძალიან მარტივია ეს ამბავი. ახლა რაც შეეხება ფორუმის პოზიციას. პრინციპში იდენტური პოზიცია აქვს ეროვნულ საბჭოს, ზვიად ძიძიგურს. ანუ ჩვენ არ გამოვრიცხავთ ორივეს. პრინციპში ორადორი არა, სწორედ ამიტომ გაიქო. არა, ეს კუკავას უნდა კითხოთ და ბატონ ზვიადს უნდა კითხოთ, ხო? მათი პასუხებია ასეთი. არაერთ გზის ეროვნულ ფორუმს დაუფიქსირებია, რომ ფორუმი არის რუიანის პროცესშიც და თუ აქედან ჩვენ ვღებულობთ შედეგს, გინდათ კის, გინდათ არას, შესაბამისად ვიქცევით მე. ძალიან მარტივია და კარგი იქნებოდა პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს ასეთი პოზიცია დაეკავებია. ისევ ვიმეორებ, ამ საკითხში თითქმის ტყუპისცალი მდგომარეობა აქვს ეროვნულ საბჭოს. და არც იმას არ დაგიმალავთ, რომ ეროვნულ საბჭოს და ეროვნულ ფორუმს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვს. შეიძლება ბლოკში აღმოჩნდეთ? არა, ბლოკზე არ არის. აქ არის კოორდინაცია, ბლოკი ყველას ტერმინებსაც მნიშვნელობა აქვს და რა როდის ხდება. ძალიან მარტივია. არა, იქ სხვა ამბავი იყო, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად იდენტური. აბსოლუტურად არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ბლოკებზე ვისაუბროთ, როცა არჩევნები იქნება, ხო? ახლა ბლოკებზე არ არის საუბარი. ახლა არის საუბარი თანამშრომლობის ორ ფორმაზე, რაზედაც ფორუმი გადასული არის და პოლიტიკაშიც ეს ასე არის. ან მჭიდრო კოორდინაცია და თუ მჭიდრო კოორდინაცია არ გამოდის, კონსულტაცია მაინც, ანუ საქმის გულში მაინც ჩავაყენოთ ერთმანეთს. ეს კონსულტაციები და ეს მჭიდრო კოორდინაცია უკვე დაწყებული აქვს ფორუმს, ახლა თუნდაც ის ორი შეხვედრა გუშინდელი დღევანდელი, ეს გაგრძელდება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. ცალ-ცალკე. ვისთან და მიზანი თუ ყველასთან თავარი მოთამაშე ვინც არის? მედიატორი გინდათ იყოთ მათ შორის? თუნდაც დაახლოების ორი პოზიციის დაახლოების მედიატორის სურვილი და პრეტენზია აქვს ეროვნულ. წეღანაც კითხეთ და ეხლაც გავიმეორებ, მაგალითად როგორ წარმოგიდგენიათ ალასანია და ბურჯანძე, ორი საკმაოდ მსხვილი. ძალიან წარმომიდგენია, პრობლემა არ არის. რაც შეეხება ახლა ძალიან ბევრმა და მათ შორის შეიძლება თქვენც გქონდეთ ეს შეკითხვა, აქვთ თუ არა მორალური უფლება იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ერთმანეთი ლანძღეს, ვერ ერთად დადგნენ. ახლა მოგახსენებთ. მაგრამ აქ არა მხოლოდ ლანძღვა, არამედ თვითონ ორიენტაცია საკმაოდ განსხვავებულია ამ ძალების. თუნდაც ორიენტაცია, ეკა მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ ახლა სოფლიოს ისტორიას აღარ მოვიშველებ.
მილიონი შედეგი არის და ძალიან ბევრის ლაპარაკი მომიწევს ალბათ მე, მაგრამ ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ თანამშრომლობის და კოოპერაციის საქართველოს ისტორიიდან. როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში, ბათუმი დაიკავეს თურქებმა. იმიტომ რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხედვით მიეკუთვნა აჭარა და ბათუმი თურქეთს. სამი ქართველი, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთის მტრები, ბოლშევიკი სერგო ქავთარაძე, გენერალი მაზნიაშვილი გიორგი და სამუსლიმანო საქართველოს უწყინვალეს წარმომადგენელი მემედ აბაშიძე დაჯდა სამივე და მიიღეს გადაწყვეტა. მანამდე მტრები იყვნენ და ამ საქმის მერეც მტრებად დარჩნენ. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბათუმი დაბრუნებულიყო. დღეს რომ ბათუმი საქართველოს შემადგენლობაშია, ეს არის ამ სამი ქართველის ლომის წილი. მესმის ბატონო. აი ესა ერთი წუთი. კი, ბატონო. როცა მაგალითებს ვეძებთ, აი ჩვენ ცოტა დეპრესიული საზოგადოება, სუცუდი მაგალითები მოყვავს. მოდით რა ეს მოვიყვანთ. არ ამგონია ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიას შორის ისეთი პრინციპული დაპირისპირება იყოს. გარკვეულ საკითხებში, როგორც მაგალითად სერგო ქავთარაძესა და იგივე მემედ აბაშიძეს შორის. ბატონო, მაგრამ გაერთიანება რა მიზნით, კონსოლიდაცია რა მიზნით, რევოლუციის მოსახდენად? ვითარების შეცვლის მიზნით. ვართ შეთანხმებული, რომ სააკაშვილი არის მტერი ამ ქვეყნის. მაგრამ გზებზე თუ არ შეთანხმდნენ? ამაზეა ზუსტად საუბარი. კოოპერირება, კონსოლიდაცია, იგივე ის მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს, ზოგი ერთმანეთთან იქნება ჯაჭვით მიმული, ზოგი ძაფით იქნება, მაგრამ კოორდინაცია და კონსულტაციას რა უშლის ხელს ვინმე მითხრას. გაზეთებით ერთმანეთის ლანძღვას თავი არ უნდა დავანებოთ. ახლა მე გეტყვით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებაში. ეს არის უნდობლობა ოპოზიციის მიმართ. მიზეზი რა არის? იმიტომ დავერიეთ ჩვენ ერთმანეთს, ლანძღავთ, თათხავთ, ყველაფერს ვეუბნებით ერთმანეთს. თუ ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რამდენად შეუძლია მან აწიოს პროტესტის მუხტი და თუნდაც ის პროცესი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ხო, დემოკრატიის დამკვიდრებულ ქვეყანაში, ამაში ხალხი ავიყოლიოთ. ბევრი ამბობს, რომ ხალხი არ გამოვა. რატო არ გამოვა, იცით ხალხი? იმიტომ რომ დობა არ აქვს ოპოზიციის. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და ხალხს უნდა აჩვენოს, რომ მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობებისა, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთში მოვილაპარაკოთ. ჩვენ შეგვიძლია საერთო ხედვები დავდოთ და საერთო ქმედებები გავაკეთოთ. თუმცა ბატონო გუბას, თქვენ წინა გადაცემაში ჩემთან განაცხადეთ, რომ ხალხის მოთხოვნა არის რევოლუცია. ასევე თქვით, რომ საერთოდ ახალი ქართული სახელმწიფოს ტრადიცია არის რევოლუცია. კი, ასეა. და თუ არის ხალხის მოთხოვნა რევოლუცია, მაშინ ოპოზიციისადმი რწმენა რა საჭიროა კუჩაში გამოსასვლელად? ახლა როგორ არის? ეს თვითონ საზოგადოების მოთხოვნა არის, თორე მე პირიქითაც შეგიტრიალებ, შეკითხვას და საზოგადოებასაც შეუტრიალებ. ეგვიპტეში ვინ არის ოპოზიციის ლიდერი, ვინმე მიცეს? ხალხმა ქნა. მაგრამ ჩვენთან ნებისმიერი მოქალაქე ქუჩაში გაგაჩერებს და გეუბნება, ბატონ გუბა, შეთანხმდით, ეს მოთხოვნა არის. შეთანხმდით, გაერთიანდით და ჩვენ გამოყვებით. არის ასეთი განწყობა. სპეციფიკა ასეთი ჩამოყალიბდა ხო ჩვენთან. რა თქმა უნდა, თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, ანუ დავარქვათ, მაგრამ ოპოზიციის ინიცირებულმა რევოლუციებმა სიკეთე მოუტანა საქართველოს ოდესმე? იცით როგორ არის, წესერად მოქცეულიყვნენ და რევოლუციებს სიკეთები მოაქვს, ეგა. ეს არის ახალი სტერეოტიპი, რომელსაც ამკვიდრებს ხელისუფლებაც და ხელს უწყობს ოპოზიციის ერთინატივილ რევოლუციებს სიკეთე არ მოაქვს. ოპოზიციის ინიცირებულს კონკრეტულად საქართველოში. მე არ ვამბობ, რომ ხვალ იგივე იქნება. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც უკვე მოხდა. ეკა, რევოლუციების ბრალი კი არ არის, მე როაფერი არ გამოდის. უბრალოდ ადამიანები მოდიან საქართველოში, მოდიან ადამიანები რევოლუციების შემდეგ და სწორად არ იქცევიან. უკუღმა იქცევიან. და ეს რევოლუციები ხო მათი ინიცირებულია ბატონო გუბას. ვინც მოდიან შემდეგ ხელისუფლებაში, საქართველოს ხომ ასე ხდება? კი, რა თქმა უნდა. და რაში ვეწინააღმდეგებით ახლა ჩვენ ერთმანეთს? ვსაუბრობ მე გეკითხებით იმას, ოპოზიციის ინიცირებულ რევოლუციას თუ მოაქვს დადებითი შედეგი და არა ზოგადად იმ რევოლუციას, რაც დაუშვათ ეგვიპტეში მოხდა. ძალიან მარტივად არის საქმე. რამდენიც არ უნდა ინიცირება გააკეთოს ოპოზიციამ, თუ ხალხის სურვილი არ იქნა და არ გამოვიდა ქუჩაში, არაფერიც არ მოხდება. თორე მე სხვანაირადაც გეტყვით ახლა. ბევრი მეუბნება ხალხი მზად არის რომ გამოვიდეს. არ არის ხალხი მზად. ვასიკო ოდიშვილის აქცია იყო საუკეთესო საშუალება დემონსტრირებისა იმისა, რაც ხდება თბილისში, ხო? დედაქალაქში კერძოდ. ინფორმირებული იყო ხალხი. მთელი 2 კვირის განმავლობაში მიდიოდა ანოტირება იმისი, რომ ეწყობა ასეთი აქცია. ძალიან საინტერესო, ძალიან მხიარული და პოლიტიკურად გამართლებული, საზოგადოებრივად გამართლებული. რამდენი კაცი მივიდა? ამიტომ მე არ მჯერა ისეთი განწყობილი ქართველების,
რომლებიც სამზარეულოდან მიყიჟინებენ, რომ მიდი კუბას რევოლუცია გააკეთე. არის ჩვენი საზოგადოება ამზად. იმაზედაც გაგცეთ. სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ეკა, იმაზედაც გაგცეთ. არის გაგცეთ. განვლილი გზა და ოპოზიციამ სხვა კიდევ რაღაც სხვა ახალ გზაზე უფრო არის ჩვენი საზოგადოება ცვლილებებისთვის მზად? სურვილი ერთია. მზად თუ არა? სურვილი მე მაქვს ტაოგლარჯეთ საქართველოს შემადგენლობაში. ეს ოპოზიციამ უნდა იცოდეს, ბატონ გუბას, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა 2003 წელს ისთვის იყო საზოგადოება მზად. ერთით რა, მიხეილ ჯავახიშვილს ხონჭით მიართვეს ის. ბალიშზე დადეს, მიშიკო და მოიყვანეს. არ ვიცით თუ რა. ოპოზიციას არ აქვს ასეთი ვითარება. ფინანსური თვალსაზრისით მაგალითად, ხო? აი რო ამბობენ ოპოზიცია სუსტია, არა, სუსტი ოპოზიცია. იმ პირობაზე, ჯოჯოხეთურ პირობებში გვიწევს ჩვენ მუშაობა ეროვნულ ფორუმს. ჯოჯოხეთურ ვითარებაში. და ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს მინდა უთხრა, რა გიხარია თქვეუბედურებო. ოპოზიცია თუ სუსტია, ეგ თქვენთვის უარესია. ეგვიპტეშიც სუსტი იყო ოპოზიცია, ლიბიაში საერთოდ არ იყო ოპოზიცია. არც იმაში ტუნისში არ ყოფილა ოპოზიცია და იემენში მით უმეტეს. ბატონო გუბას, ის რაც თქვენ განაცხადეთ ჩემთან წინა გადაცემაში, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს ტრადიცია არის რევოლუცია და არის. ასია, ანუ მაინც და მაინც რევოლუციით. ეკა, რა თქმა ამას ბევრი გამოცნობა. პირველი კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხეს. არც ერთი ხელისუფლება საქართველოში არჩევნებით არ წასულა. ესე იგი ტრადიციაა ეს უკვე. ტრადიცია რა, რომ რაღაცა ერთი და იგივე ხდება, ხო? საქართველოს მეორე რესპუბლიკა დავარქვათ ასე, ისიც უძღეური იყო მენშევიკების რესპუბლიკა, ხო? 3 წელიწადს ვერ გაძლო. საქართველოს მეორე რესპუბლიკის ტრადიცია არის, რომ ხელისუფლებები იცვლება გადატრიალებებით. და ეს უკვე ტრადიციაა. და მე მინდა რომ შეიცვალოს ეს ტრადიცია. ანუ ძალიან მინდა, მაგრამ არ უნდა არავის ეს, მათ შორის ხელისუფლებას. აქ მე კი ჩემს სურვილზე და ეროვნული ფორუმის სურვილზე კი არ არის. ვითარებაზეა საუბარი. ბატონო გუბა, სამწუხაროდ დრო პრაქტიკულად აღარ ხრჩება. მე მაინტერესებს როგორ ხედავთ თქვენ პროცესის გაგრძელებას. ალბათ ხვალ უკვე რვიანმა ისე უნდა გააკეთოს ახალი რა თქმა უნდა, ხვალე შეხვედრა გვაქვს ჩვენ და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. პროცესები მე მინდა უთხრა ყველას რა, იქნება ძალიან მძიმე. ყველა მხარემ ასე ჩათვალოს რა, ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. და ისე რაჯობია თქვენი აზრით ის რომ ზუსტად ვიცოდეთ პროცესი დასრულდა თუ არა, თუ ვიმყოფებოდეთ მუდმივ გაუგებრობაში. ეკა რატო ვართ ოპოზიციისთვის რაჯობია პირველ მე ვერ გამოვიცანი რატო ვართ გაუგებრობაში. არა, გაუგებრობას გულისხმობ საერთო გარემოსთან მიმართებაში, ანუ უნდა დაესვას თუ არა წერტილი და დაერქვას თავის სახელი. ორი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. ერთი არის კეთილი ნება და თუ არ არსებობს ეს კეთილი ნება. მერე სხვა მეთოდები არის უკვე. მე არავის არ ვემუქრები. ჩემ სურვილზეც არ არის დამოკიდებული, მე მოუწოდებ ხალხს გამოსვლისთვის თუ არ გამოსვლისთვის. ეს რაც ხდება საქართველოში, გაზაფხულზე იქნება, შემოდგომაზე იქნება, ზაფხულში იქნება თუ ზამთარში იქნება, მაინც მივა ამბოხებამდე. მაინც მივა, იმიტომ რომ ხელისუფლება არაფერს ვერ ხედავ, თუ ხელისუფლება არტოვებს. ახლა რაც შეეხება რა იქნება? რევოლუცია იქნება თუ არჩევნები? ეს ჩემი და თქვენი გადასაწყვეტი არ არის. ამას გადაწყვეტავს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ამ გადაწყვეტი თუ ვინმე ამაზე ნერვიულობს, ყველას მინდა უთხრა. რა იქნება ამ ქვეყანაში? ეს არის გადასაწყვეტი სააკაშვილის ხელისუფლების. აქ არჩევნებით წავა ისა თუ რევოლუციით წავა ის. და ხალხის არჩევანი როგორ იქნება, ამას არ აქვს. ეს უნდა გაარკვიოს, ხალხმა კი არ უნდა გაარკვიოს, თითეულმა მოქალაქემ უნდა გაარკვიოს რა უნდა. უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, შეაფასოს ჯერ ვითარება, რა შანსი გვაქვს ძვირფასო მეგობრებო, თითოეულ ჩვენთაგანს, რა შანსები აქვთ ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს და მერე დათვალეთ. თუ ვინმე ელოდება ცის გახსნას და ესა სასწაულის მოხდენას და სააკაშვილი ჭკუაზე მოვა და ქართველობისკენ გულს მოიბრუნებს, მე ყველას ვეუბნები რომ წარეთ ცდება. ამიტომ გადაწყვეტილება ოპოზიციამ და საზოგადოებამ სანამდე აქამდე მივალ, თითეულმა ჩვენთაგანმა ამ ქვეყანაში მაცხოვრებელმა კეთილი ინებოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება. დიდი მადლობა. მადლობ თქვენ. დაველოდებით ხვალ რუიანის ახალ განცხადებას. კარგად ძალიან. გუბას სანიკიძე იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად დავბრუნდებით.
თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარ, ზაქარია ქუცნაშვილია ჩვენი სტუმარი, ბატონო ზაქარია, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. წელს მეორედ ეწყობა კონფერენცია, თქვენ აწყობთ უკვე მეორედ, რომლის სახელწოდებაცაა ქართველები დამოუკიდებლობის შესახებ. ეძღვნება 20 წლის თავს საქართველოს დამოუკიდებლობის. აიაგდებს თქვენი 20-იანი, მე მინდა რომ ვაჩვენოთ მოყურებელს. კი ბატონო. ეს არის სიმბოლო თქვენი კონფერენციის, ხომ ასეა? კი. პირველ რიგში მაინტერესებს კონფერენციის მიზანი. გასაგებია ის, რომ 20 წლის თავს ეხება, ესეთი კონფერენცია 2006-იც ჩაატარეთ თქვენ. რა არის მიზანი? ანუ წარსულის გაანალიზება თუ კიდევ რამე სხვა ამაზე მეტი? ალბათ ორივე ერთად. ეკა ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველებმა გავაანალიზოთ განვლილი 20 წლის შედეგები, ვისაუბროთ მიღწევებზე, ვისაუბროთ შეცდომებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის ეს 20 წელიწადი გვაჩვენებს, რომ რამოდენიმე შეცდომას ისევ და ისევ ვიმეორებთ. ხოლო რაც შეეხება მთავარ მიღწევებს ან ვერ ვამჩნევთ, ან იგნორირებას უკეთებთ, რაც ორივე შემთხვევაში სავალალო შედეგები მოაქვს. და ვინ უნდა გააკეთოს ეს ანალიზი? ანუ ვინ უნდა გაანალიზოს, რა იყო მთავარი შეცდომები, რა იყო მთავარი მიღწევები? ან რატომ უნდა იყოს საზოგადოებისთვის აი ამ კონკრეტული ადამიანების აზრი ავტორიტეტული? ჩემი ფილოსოფიით ქართული სახელმწიფოს ბატონ პატრონი არის ქართული სამოქალაქო საზოგადოება. და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ვალდებულია, რომ თუ ის პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს ამ 20 წლის ისტორიაზე თავის თავს და უნდა რომ შეცდომები აღარ იქნეს გამეორებული, ხოლო რაღაცა მცირეოდენი მიღწევები რაც გვაქვს გაღრმავებული იყო, თვითონ გახდეს მშობელი აი ამ დიდი საზოგადოებრივი კონფერენციის. იმიტომ რომ თუ ჩვენ იმ ფილოსოფიას მივიდევთ, რომ საზოგადოება ბატონ პატრონი სახელმწიფოს და არა ხელისუფლება, მაგ შემთხვევაში საზოგადოების ნუ ჩვენთან სამწუხაროდ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს ხელს უშლის ხელისუფლება. და იმის მაგივრად რომ მან ხელი შეუწყოს მსახურის ფილოსოფიის განვითარებას და ჩვენ უყურებდეთ რომ სახელმწიფო მოსამსახურეები ეს არიან ქვეყანაზე შეყვარებული ღირებულებების მატარებელ ადამიანთა ერთობა, ჩვენ ვატყობთ რომ ეს არის ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანთა ერთობა, რომელიც მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრეზიდენტი იქნება სახელმწიფო სათავეში, ისინი ყველა ხერხით ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება, მოერგონ ამა თუ იმ ხელისუფლებას და ამით გააგრძელონ თავისი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გაბატონებული მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ ეს რამენაირად უნდა დავძლიოთ და სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვაქციოთ მთავარ მშობლად, რომელიც შობს ჯანსაღ და მის მსახურ ხელისუფლებას. აი ერთ-ერთი მთავარი მიზანი დამოუკიდებელი საქართველოს 20 წლიანი ისტორიის მიღწევების და შეცდომების სწორედ ეს გახლავთ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, ეკა და ვთქვათ, რა იყო ის, რაც ჩვენ მივახციეთ ამ 20 წლის განმავლობაში, ხოლო რა იყო ის თავარი შეცდომები, რომელიც დავუშვით და რომლის გამეორება არ შეიძლება. 2006-ში, როდესაც ჩაატარეთ ასეთივე კონფერენცია, თუ არ ვთქვი 300-მა ადამიანმა შეავსო კითხვარი, ანუ რა იყო მათთვის მიღწევა, თუ რა იყო მთავარი შეცდომა. ამჯერად როგორ იქნება? ამჯერად ჩვენ გეგმავთ საკმაოდ დიდი ასევე საზოგადოებრივი კონფერენციის მოწვევას, სადღაც ყველაზე ნაკლები 150 ადამიანი მიიღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას და თან სამოქალაქო საზოგადოების 7-ვე ელემენტის ლიდერები. ამ შემთხვევაში გულისხმობთ მოქალაქეებს, ეს არის თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების მთავარი შემადგენელი ელემენტი, ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს გახლავთ მას ჩვენ ესევე ძახით არასამთავრობო ორგანიზაციებს, თორე ქართული სამართალი მას საზოგადოებრივი ორგანიზაციებად მიიჩნევს. ეს არის მედია ჯგუფების წარმომადგენლები, ეს გახლავთ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები, ეს არის მეწარმეები, ეს გახლავთ პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები, ეს არის სათემო გაერთიანების წარმომადგენლები. აი ეს 7-ვე ჯგუფის ლიდერები მიიღებენ ამ კონფერენციაში მონაწილეობას და ჩვენ შევეცდებით ჩვენს პირად მაგალითზე ვაჩვენოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება მისი ყველა ელემენტით ერთიანია და ფიქრობს თავის როგორც წარსულზე ასე ისინი გააკეთებენ შეფასებებსაც? დიახ, მოხსენებებს გააკეთებს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, გაკეთება ორი მთავარი მოხსენება, რომელშიც საუბარი იქნება მიღწევებზე და შეცდომებზე, ხოლო შემდეგ დისკუსიის ფორმატით გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მჭედლობას. და გამოკითხვა თუ იქნება როგორც ეს 2006-ში იყო? ვფიქრობთ, რომ გამოკითხვაც და გვინდა რომ გამოკითხვაც ჩავატაროთ. შესაბამისად, თქვა 15 წლის თავზე გამოკითხვამ გვაჩვენა ეკა რომ მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე შეცდომა გამოიკვეთა როგორც 15 წლიანი დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი შეცდომა,
მე შემიძლია დავასახელო ეს შესაბამი მაპატიეთ გაწყვეტინებ რომ იცოდეს მაყურებელმა. როდესაც 2006-ში თქვენ ჩაატარეთ კონფერენცია და შესაბამისად გამოკითხვა უმთავრეს შეცდომად გამოკითხულების დიდმა ნაწილმა დაასახელა 91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება, კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში და ასევე კანონის უზენაესობის და სამართლიანობის პრინციპების უგულებელყოფა. თუმცა ამის შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. დღეს ისევ საუბრობენ საქართველოში რევოლუციაზე. ანუ მე მაინტერესებს რა შეიცვალა? ანუ ამ ანალიზის შედეგად მივიღეთ რაღაც გარკვეული სურათი, მაგრამ რეალობაში თუ შეიცვალა რამე. გეტყვით, პირველ რიგში თქვათ, ის რომ 15 წლის თავზე გამოკითხვა მაჩვენა, სამაჯ ცნობილი ქართველის გამოკითხვა მაჩვენა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების ძალისმიერი გაწყვეტა ეს იყო შეცდომა და ჩვენ ისევ გავიმეორეთ ეს შეცდომა და ეს რომ შეცდომაა და თუ ვინმეს კიდე ეპარება ეჭვი გადახედოს ჩვენს დღევანდელობას, გადახედოს დევნილთა რაოდენობას, გადახედოს სად ცხოვრობდით ქართველები ამ კონფლიქტებამდე და ეხლა სად ცხოვრობენ იმ რეგიონში მცხოვრები ქართველები, რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია, ეს სხვადასხვა რაღაც არის. ჩვენ გამოკითხვაში იყო მათ შორის ეს შეკითხვაც და მიიჩნევ თუ არა შეცდომად ხელისუფლების ცვლას არასაარჩევნო პრაქტიკით, მაგრამ უფრო მეტი თქვა, უფრო მეტ დიდ შეცდომად მიჩნეული იქნა სახელმწიფო გადატრიალება და არა ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შეცვლა, იმიტომ რომ გამოკითხვაში მონაწილე პირებს ჰქონდათ სამი მთავარი შეცდომის და სამი მთავარი მიღწევის გამოკვეთის უფლება. ხო, მე ვნახე რომ თვითონ 2003 წლის რევოლუცია ბევრმა ერთ-ერთ მიღწევად დაასახელა. არა, მხოლოდ ერთი პიროვნება იყო, რომელმაც დაასახელა ამ 300 კაციან გამოკითხვაში უმთავრეს მიღწევად 2003 წლის ვარდების რევოლუცია, აი ესე იყო და დარწმუნებული ის ერთი ადამიანი გადაფასება მოხდებოდა ამის, იმიტომ რომ გადატრიალებები სხვა თემა, რევოლუციას მე ვქვათ გუბაზი გამოდიოდა მე ვეთანხმები მის შეფასებას, ზოგიერთ შემთხვევაში რევოლუცია უფრო მეტი სიკეთის მომტანი შეიძლება გახდეს, ვიდრე მდგომარეობასთან შეგუება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ძალიან პოპულარული აზრია და გავრცელებული აზრია ჩვენ საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ დაგვეთმო საზოგადოებას, რომ არ დაეთმო გაყალბებული არჩევნები საპრეზიდენტო და საპარლამენტო, ჩვენ შეიძლება აგვეცილა იმ თავარი შეცდომის გამეორება, რა შეცდომაც გამეორდა 2008 წელს აგვისტოს მოვლენების სახით. ამიტომაც ეს ძალიან სადაო საკითხია. მეც გუბაზის თანამოაზრეთა ჯგუფს განვეკუთვნებ, რომელიც მიიჩნევს, რომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც ადამიანს აქვს სხვისი მოკვდინების უფლება იმის გამო, რომ თავისი თავი და თავისი ახლობლები დაიცვას, ისე საზოგადოებას აქვს უფლება აჯანყდეს, გამოხატოს ეს თავის პროტესტი ამბოხების სახით და მე პირდაპირ გეტყვით ეკა, რომ თუ ეს აპრილის თვე რვიანის ფორმატით არ დამთავრდა ხელშესახების შედეგით, მაშინ ჩვენ მაისის თვეში დიდ მღელვარებას ვერ ავსდებით და აქ თქვენ იცით, სახალხო კრება იკვეთება როგორც ამ პროცესების თავში მყოფი ჯგუფი და ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება იძულებული იქნება, რომ ამ გზას დაარღვევს. ეს უკვე ცოტა სხვა საუბრის თემა, მოდით კონფერენციის თემა დავუბრუნდეთ. მე მაინტერესებს როგორ იქნება ამჯერად თქვენი შეკითხვები, ანუ შეიცვლება ისინი შინაარსობრივად? ფიქრობთ, რომ ჩვენ ცნობილ სოციოლოგებს დავიკითხებით კიდევ ერთხელ და თქვათ გამოკითხვის ჩატარებისას სამწუხაროდ შეცდომები შეიძლება დაემატოს, ჩვენ რამოდენიმე შეცდომა შეიძლება აი რომელ შეცდომას დაამატებდით? აი მაგალითად დამოუკიდებელ საქართველოს 15 წლიანი ისტორიის მიღწევა დასახელდა სიკვდილით დასჯით გაუქმება. თქვენ იცით რომ 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ. მაგრამ როცა წაიკითხავ სახალხო დამცველის ანგარიშს და როცა ხედავ რომ ათეულობით და ასეულობით მოქალაქე კი შეიძლება დანაშაულის ჩამდენი მოქალაქეები, მაგრამ არავის არ აქვს ხოსის სიცოცხლის წართმევის უფლება რა. ასეულობით ჩვენი მოქალაქე კვდება ციხეში და ასეულობით გადის წამებას, ისმის საკითხი, ესე იგი სიკვდილით დასჯის გაუქმება აღვადგინეთ? ფორმალურის გამოხატულებით კი არა, რეალური გამოხატულებით, რომელიც კიდევ უფრო საშიშია. ამიტომაც ალბათ სიკვდილიანობის იმ სტატისტიკას გულისხმობთ, რომელიც არის იგივე სახალხო დამცველის ანგარიშში. დიახ, რაც სახალხო დამცველის ოფიციალურ ანგარიშში ასახული და რაც ფაქტიურად სიკვდილით დასჯის გაუქმების ამ წინვალე გადაწყვეტილებას ფასს ართმევს. ეკა, თქვენ იცით, რამდენი ადამიანი გახდა პოლიციური ძალადობის მსხვერპლი, რამდენი ადამიანი იქნა დახვრეტილი ქუჩაში, იმ მიზნით, რომ დანაშაულის პრევენცია მოუხდარიყო. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის წართმევა. დამნაშავესაც კი აქვს
სიცოცხლის უფლება. ჩვენ გვაქვს მისი დაკავების და მაქსიმუმ თავისუფლების აღკვეთის უფლება. სიცოცხლის წართმევის უფლება არ დამნაშავესი არ გვაქვს. და ნახეთ რა ხდება, მივიჩნევთ თავარ მიღწევა სიკვდილით დაჩვის გაუქმებას და რეალობაში ვიღებთ, რომ სიკვდილით დაჩვა გაუქმებული არ არის. თქვენ რას დაასახელებთ მთავარ შეცდომას? 20 წლიანი ისტორიის მთავარ შეცდომად მე მაინც მიმაჩნია 91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება. და მიღწევად? მე დავასახელებდი მთავარ მიღწევად ტრანსკავკასიურ პროექტებს, რამაც საქართველოს როგორც სახელმწიფოს დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელ სახელმწიფოს ფუნქცია შეძინა. და ფიქრობ, რომ ამ ტრანსკავკასიურმა პროექტებმა ჩვენს ქვეყანას არა მარტო ფუნქცია შეძინა, არამედ ძალიან სასარგებლო ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლო შედეგები შეიძლება მოუტანოს. სხვა თემა რამდენად ვიყენებ ჩვენ ამ შედეგებს, ამ შეგვიძლია ეს შედეგები გამოვიყენოთ, იმიტომ რომ აქ ტრანსკავკასიურ პროექტებში იგულისხმება ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს გარკვეული სახის პროდუქციის მიმწოდებელ ქვეყანად, ისე როგორც გარკვეული სახის პროდუქციის გამტარებელ ქვეყანად. და აქ ჩვენ ძალიან სერიოზული სარგებელი შეიძლება მივიღოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე თურქეთის რესპუბლიკაში, საკმაოდ დიდი მოთხოვნილება დასავლეთში გაზზე და ნავთობზე და საქართველოს ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული ფუნქციის შესრულება შეუძლია. საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ყავთ კონფერენციაში ჩართული? არა, ჩვენ არ მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. რადგან ხო შეიძლება მათი შეფასება იყოს უფრო ობიექტური. არამც და არამც, ეს არის სტერეოტიპი, რომელიც უნდა ჩვენ დავანგრიოთ. ქართველები დამოუკიდებლობის შესახებ, ეს არის ამ კონფერენციის დევიზი, ხო? ჩვენ უნდა ვიმჯობოთ, ჩვენ ქართველებში მოგულისხმობ საქართველოს მცხოვრებ მოქალაქეებს, ამაში ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვიმჯობოთ ქართველებმა ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ, იმიტომ რომ ეს კომპლექსი რაც გვაქვს, რომ აი მოდი დიპლომატიურმა დაწესებულებებმა შეაფასონ მათმა წარმომადგენლებმა რა ვიცით ამ ხალხმა რა იცის საქართველოს ისტორია? განა ქართველებს ძალიან უყვართ საქართველო? განა ჩვენზე მეტად შესტკივათ გული? ისინი 4-5 წლიანი მივლინებით არიან საქართველოში მოვლენილი. მათ თავიანთი სახელმწიფოს ინტერესების წარმოქმნა ევალებათ საქართველოში. მე არ ვაყენებ ჩtildeს მათ საქმიანობას, მაგრამ ეს ხალხი ვერ იქნება საქართველოზე უფრო ძალიან შეყვარებული და უფრო მეტად მოამაგე, ვიდრე თავად ქართველები არიან. ბატონო ზაქარია, როდესაც წინა კონფერენციაზე ჩაატარეთ გამოკითხვა, თქვენ ბრძანეთ, რომ 300 ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რა პრინციპით შეარჩიეთ ეს ადამიანები? პრინციპი იყო ასეთი, რომ ამ 7 ჯგუფის გამოკვეთილი ლიდერები, თქვათ, მედიას ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, არასამთავრობო სექტორს ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, პროფესიულ გაერთიანებებს ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, ცნობილი მოქალაქეები, ცალკე საკმაოდ სერიოზული ჯგუფი არსებობს, რომელიც თქვათ, ინტეგრირებას არ ახდენს. ხელისუფლების წარმომადგენლები თუ იყვნენ ჩართული გამოკითხვაში? სხვათა შორის იყვნენ წარმომადგენლები, ასე თქვათ. ვინ კონკრეტულად თუ გახსოვთ? თქვათ, იყო თქვათ ეს სახელმწიფოდ განწყობილი ექსპერტები, როგორც მალხაზ მაცაბერიძე, თქვათ. თუ არ ვთქვი ბატონ გიანოდიაც ესწრებოდა ამ კონფერენციას 5 წლის წინ. წელსაც გეგმა მე მოვიწვიო ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისადმი სიმპათიურად განწყობილი ადამიანი, იმიტომ რომ მე თუ ვქადაგებ იმას, რომ საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს, საქართველოს ყველა სამშობლო, მე მაშინ მათ უნდა დავემსგავსო და ჩვენ ორგანიზატორები მათ უნდა დავემსგავსოთ, რომ დავყოთ საზოგადოება. ანუ პოლიტიკური ნიშნით არ გამოარჩევთ ადამიანებს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემთვის თავარია შეხედულებები, პრინციპები და არა ის კონკრეტულად ამ მომენტში მის შეხედულება სწორია თუ არასწორია. ისტორია გაჩის მის შეხედულება სწორია თუ არასწორია. მე არ მაქვს უფლება, რომ მათ როგორც საზოგადოების ნაწილს ხელი ვკრავ. და ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონო ზაქარია, მაინტერესებს თქვენი აზრით ამ 5 წლის მანძილზე სად ჩანს პროგრესი, ანუ რა პროგრესი გქონდა? 2006 წელს გქონდა წინა კონფერენცია და ეხლა გაქვთ მეორე. მე არ გავუსწრებ ახლა კონფერენციას წინ, კონფერენციის ამოცანა სწორედ ეს არის. მაგალითად 15 წლის თავზე ჩვენ საუბრობთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ერთ-ერთი მიღწევა თავისუფალი მედიის მიღება. 2006 წელს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. და 5 წელი, ბოლო 5 წელი შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ჩანასახობრივ მდგომარეობაში არსებული მიღწევის მოკვდინების წლები იყო. ანუ რეგრესზე შეგვიძლია ამ შემთხვევაში. აშკარად უნდა თქვა რეგრესი კიდე რბილი სიტყვა. პროგრესს ვერსად ვერ დაასახელებთ? პროგრესის თქმა მე მიჭირს, იმიტომ რომ ის თავარი მიღწევები რაც დასახელდა, ეს იყო სიკვდილით დაჩის გაუქმება, ეს იყო რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა და ეს გახლავთ
ტრანსკავკასიური პროექტები, სიკვდილით და დაშლის გაუქმების ნაწილში რეგრესი გვაქვს, ჩვენ იმიტომ რომ ფორმალურად გაუქმებულია, მაგრამ რეალურად ხალხი სიცოცხლეს ართმევენ, ხალხს აწამებენ ჩვენ სამშობლოში და ის სადაწამებენ და სადართმევენ სიცოცხლეს ეს უკვე მეორე ხარისხოვანი ფაქტია რომ ართმევენ და აწამებენ. სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით უნდა თქვათ რომ თუ 2006 წელს შეგვეძლო გვეზეიმა რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გაყვანილია 2011 წელს რუსეთის სამხედრო ბაზები ისევ საქართველოში დაბრუნდა. ანუ ეს მიღწევები რაც ჩვენ მქონდა ისევ გაფერმკრთალდა კიდევ უფრო პრობლემებად გადაექცა. რაც შეეხება ტრანსკავკასიურ პროექტებს მე ვფიქრობ აქ ხელისუფლებამ სწორად გამოიყენა ეს მიღწევები და თქვათ ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებლობა ამ კონტექსტში გრძელდება და ფაქტობრივად ეს აძლევს საქართველოს რომ უკვე სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდეს როგორც დასავლეთს ასევე აღმოსავლეთს. ეს ძალიან კარგი იდეა. თუმცა არის კიდევ ძალიან ბევრი იდეები რომელიც ტრანსკავკასიური პროექტების სახით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად მე შემიძლია გითხრათ ეკა რომ აუცილებლად ადრე თუ გვიან დადგება ჩრდილოეთ სამხრეთის რკინიგზის მშენებლობის საკითხი, იმიტომ რომ აფხაზეთის რკინიგზა იყო შანტაჟის ობიექტი საქართველოს სატრანსპორტო მომარაგების საქმეში. დიახ, ამას თავის დროზე პროვოცირება მოახდინა. ამან თავის დროზე პროვოცირება მოახდინა კონფლიქტსაც ჩვენ წამოვეგეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ. მადლობთ. ზაქარია ქუცნაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით ხვალ ზუსტად 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.